Salmებით ძვირფასო მსვენელებო, მაყურებლებო, დღეს გთავაზობთ ასუნის არხის ასუნის 7 ალციონი, ლათინური, ინგლისური ასოებით წერია ასუნის 7 ალციონი, ამას მე თქვენ ვიდეოში იქ ჩაგინიშნავთ. აგრეთვე ეს ვიდეო არის ლეტალიას არხზე .глубокого погружения. ხომ, ეს გოგოები ერთმანეთის აღზრდებენ შემდეგ ჩანაწერებს, რომ თუ ერთ არხ მაგალითად ვერ მოусმინა მაყურებელმა, შემდეგ არხზე ნახოს და რადგან ეს ისეთი მნიშვნელოვანია საერთოდ ჩანაწერები. და მე თქვენ გთავაზობთ უпроსტად ასუნი თავაზობთ ავატარ ელტანა ვიენას კითხვა-პასუხს. ელტანა ვიენა არის ლეტალია, რომელსაც მიყავს არხი .глубокого погружения სინამდვილეში მას ქვია სხვა სახელი და გვარი. ის დაიბადა საქართველოში, შემდეგ საქართველოდან მისი ოჯახი გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად, ის ახლა ცხოვრობს ისრაელში და სულ სხვა სახელი და გვარითაა. არც ქართული გვარი და სახელი აქვს და არც რუსული. მაგრამ რუსულად ლაპარაკობს შვენივრად ეს ქალბატონი და ვიდეოები მიყავს ინტერნეტით. ინტერნეტით ხდება ჩაყვინთვა, ინტერნეტით ხდება ამათი კონტაქტი. დღეს ხომ შეუძლებელი არაფერია, როგორც ახლა მე თქვენ გელაპარაკეთ, შეიძლება რამდენი ადამიანი ჩაერთოს. ხო და ასუნი გთავაზობთ და ელტანა ვიენა არის იგივე ეს ლეტალია. ასუნი და ლეტალია არიან მომავალში ცოლ-ქმარი ალციონზე, დიახ, და ამ ცხოვრებაში არა. ორივეს ყავს სხვადასხვა ოჯახი. ასუნს ქვია ვლადიმირი, ლეტალიას ვერ გავიხსენე რა სახელი ქვია სინამდვილეში. ხო, ლეტალია არის ეს წოდება, რომელიც მისცენ მომავლიდან უფროსებმა. და ახლა ასუნი დაუსვას კითხვებს თავის ცოლს მომავლიდან, თავის მეუღლეს მომავლიდან და მან უნდა უპასუხოს შეკითხვას, არადა ძალიან საინტერესო შეკითხვა-პასუხებია. ამიტომ მე თქვენ ამას გთავაზობთ. მაგრამ მინდა გაგართხილოთ სკეპტიკოსებს, შეგიძლიათ არ უყუროთ ეს ვიდეო. თულად დროს უნდა კარგავთ, მაგრამ ინტერესის გამო შეგიძლიათ მაინც მოусმინოთ. დღეს ყველაფერი შეიცვალა. და რა ხდება მსოფლიოში? რა მოხდება ჩვენ საქართველოში, ეს ხომ უნდა იცოდეთ. მაშ დავიწყოთ. აი ეს არის ვლადიმირი ასუნი. ამას მიყავს არხი, აი ეს არხი, აგერ წერია, აგერ აი ეს არის მისი არხი, ახაკ უკუღმა წერია, აქ წერია ასუნ 7 ალციონი. ელტანია და ასუნი ეს არისო ჩვენი პლეიადინური ავატარები, რომლებიც არიანო მეუღლეები ალციონზე და მოვიდნენ აქ, მოფრინდნენ აქ მომავლიდან დიდი მეგობრული გუნდით, ვარსკვლავური დესანტით, რომელიც შედგებოდა 3 დიდი ხომალდიდან ასმარგადის ფლოტი. ასმარგადის ფლოტი ქვია მათ ფლოტს. და მათი მისია, რა მისიითაც ისინი აქ მოფრინდნენ, არის პლანეტარული აღმავლობის პროცესში ხელის შეწყობა. ელტანა, იგივე ლეტალია, აგრეთვე არის ხელმძღვანელი გალაქტიკათა შორისო ცენტრისა, ვარსკვლავური დესანტის მომზადებისა, ვარსკვლავ ალციონზე. და ჩვენ ვასრულებთ მაგ მისიას, რითაც აქ მოვედით. ამ ჩაყვინთამდე ჩვენ გვინდოდა პატარა ინტერვიუ ჩაგვეტარებინა ლეტალია და მე, მაგრამ ლეტალიას დაეწყო ძლიერი ტრანსფორმაციული პროცესები
და როგორც გაირკვა ეს იმიტომ ხდებოდა რომ მას შეძლოდა მაქსიმალურად ჩაეყვინთა ამ ველში ზუსტი ინფორმაციის მისაღებად. თავის მდგომარეობის მიუხედავად ლეტალიამ გადაწყვიტა ჩაეყვინთა და როგორც აღმოჩნდა ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან სწორი. იმედი ეს ინფორმაცია დაეხმარება არა მარტო ვარსკვლავურ დესანტს, არამედ ყველას, ვინც მიდის ცნობიერების გაფართოების გზით. ესე იგი, ვისაც უნდა მისი ცნობიერება გააფართოვოს და ინფორმაცია მიიღოს თუ რაში შედგება მისი ცხოვრების აზრი და რა მისია აქვს თითოეულ ჩვენგანს დედამიწაზე დაკისრებული. პირველი შეკითხვა სვამს ასუნი, პასუხობს ლეტალია. პირველი შეკითხვა. ძალიან მინდა ვიცოდეო, ეუბნება ლეტალიას, ეკითხება, სად იმყოფება ამჟამად ჩვენი პლეადინური ავატარები? ალსუნის და ელტანასი. ლეტალია პასუხობს, ჩვენი ავატარები ახლა იმყოფებიან სტაზისის კამერებში. ახლა მე მინდა თქვენ აგიხსნათ, ვინც არ იცის და ვისაც საერთოდ არ აქვს ფანტასტიკური კინოები ნანახი, თუ თქვენ გაქვთ ნანახი ავატარი, ან რამე ფანტასტიკური კინო, სადაც კაფსულებში იძინებენ გზავრობის დროს, კაფსულებს ქვია სტაზისის კაფსულები. ასეთი სტაზისის კაფსულები კოსმოსურ ხომალდებზე ყველგან არის მოწყობილი ადგილი მათ დასადებად, გამოსაყენებლად და ამ დროს, როდესაც ეს პიროვნება, ახლა მაგალითად ესენი, ასუნი და ლეტალია, მათ ძინავთ, ავატარში ხომ გახსოვთ, როგორ აძინებენ ფიზიკურ სხეულს და შემდეგ ცნობიერება გადადის ავატარში. ხომ გახსოვს, ინვალიდი ბიჭი რომ ამ სამხედრო ძმა რომ დაეღუპება და შემდეგ მას თხოვენ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. მათ ექსპერიმენტები არა. ჭირდებოდათ მოხალისეები, ვინც ნებით გადავიდოდნენ იქაური აბორიგენების სხეულებში. ეს სხეულები შექმნეს იქ ადგილზევე მაგათმა, ვისაც დაპყრობა უნდოდა, არ მახსოვს მაგ პლანეტას რა ერქვა კინოში. ხო და ასევე ასუნი და ლეტალიას ძინავს სტაზისის კაფსულებში. და ეს კაფსულები განლაგებულია სასწავლო ცენტრში ალციონის ორბიტაზე. ვარსკვლავ ალციონის ორბიტაზე. და რა ხდება იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ვიყოფებითო სტაზისში? ამბობს ლეტალია. გასაგებია, მეც მესმის ეს, მე მესმისო, რომ ჩვენი ცნობიერება ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდესო სხვადასხვა ავატარებში და მთავარი ავატარი შეიძლება იმყოფებოდეს სტაზისში და თვითონ ქმნის თავის სიზმრებს. მეგობრებო, სიზმარი არ არსებობს. სიზმრები არ არსებობს. უბრალოდ ჩვენ, მე ხა გადავუხიეთ ემას, ჩვენ, როდესაც ჩვენი ავატარი იძინებს, ჩვენ ხო სული ვართ, ჩვენი ცნობიერებით, ჩვენ არ გვძინავს და ჩვენ დავდივართ, მაგალითად თუ სტაზისშია პიროვნება, აკითხავს თავის სხეულს, აკითხავს გუნდს, ღებულობს იქიდან დავალებებს, ან კიდევ სადღა დარბის და თუ ჩვენი სული, ჩვენი ასტრალური სხეული შევიდა სადმე ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს, მას იქიდან აგდებენ. როდესაც ადამიანი იღვიძებს უცებ რამდენჯერმე ღამით იღვიძებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უადგილო ადგილას იმყოფება, მისი ასტრალური სხეული და მას იქიდან აგდებენ. და რაც ჩვენ სიზმარი გგონიათ, ხანდახან ჩვენ სიზმრად მეც ყოფილა, მაგალითად სიზმარი მეგონა, სადღაც პარალელურ სამყაროში ვიყავი, ალბათ ვიყავი ფეხმძიმედ, მყავდა მეუღლე, ვიყავი ცოტა სუსტი, სხვანაირი შეხედულების, ასეთი რაღაცები და სხვათა შორის თუ
ამ დროს ასრულ სხეულს ხვდება რამე ელემენტარიები, ისეთი სულები, არსებები, რომლებიც ენერგეტიკულ სხეულში ცხოვრობენ, ასტრალში და საერთოდ ფენებში, წლის სხეულების ფენებში, დონეებზე მე ვამბობ და ჩვენ ველშიც ბევრია. ზოგჯერ ისინი შედიან კავშირში, ინტიმურ კავშირში დანარჩენ ენერგეტიკულ სხეულებთან. ხდება და ეს არის აღწერილი, მე პირველად წავიკითხე მონდროს წიგნი ამ შეგნებული სიზმრებიდან ამ შეგნებულ სიზმრებზე. ეს მონრო, ეს ადამიანი, ეს კაცი გამოდიოდა ტოვებდა სხეულს და მოგზაურობდა და შემდეგ თავის მოგზაურობებს რაც გადახდა თავს, ყველაფერს წერდა. და მან თქვა, ვიღაც ენერგეტიკულ სხეულს შეხვედრია, მაგათად მარტო მაგ იჭერა, ბევრი მოძრაობს, უნებლიეთ, თუ შეგნებულად, თუ არა შეგნებულად, უნებლიეთ. და ჩვენ ეს არ გვახსოვს, მაგრამ ჩვენ შემდეგ მეხსიერებას ისეა ეს აქაური მატრიცა გადაკეთებული, რომ ჩვენ გვიშლიან ამ მეხსიერებას და ხოლმე სიზმრები არ გვახსოვს დანაკლებად. და მან თქვა, ხო, მოხდაო ელექტროენერგეტიკული ინტიმური კავშირიო, რომელიც საერთოდ არ გავდაო ფიზიკურ კავშირს, ფიზიკურ ინტიმურ კავშირს. ხო და ასეთი რაღაცები, მოდით დაუბრუნდეთ ჩვენ თემას. ან ჩვენი ცნობიერება შეიძლება იმყოფებოდეს სხვა დროის მონაკვეთში, სხვა სივრცეში და ლეტალი ამბობს, რომ ეს მომენტებიო უფრო რეალური მიმაჩნიაო ჩვენ არარეალურ სამყაროშიო და ჩვენ სიზმრად სნავიძემ, ესე იგი სიზმრად ხედავთო ჩვენ იქ მწოლიარე სტაზიში მწოლიარე სიზმრად ხედავს ჩვენ მიწიერ ავატარებს, როგორც ჩვენ მაგალითად სიზმარში ვხედავ რაღაცებს. და ეს ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ აქ დედამიწაზე ვიმყოფებით მდგომარეობაში, რომელიც უდრის ესე იგი ძილში ან ძილში იმყოფები, მაგრამ ამ ძილში ყოფნის პერიოდში ხდება შენი გამოღვიძება. ხომ გესმით ჩემი? ჩვენ ახლა აქ შეიძლება ძილში ვიყოთ და სადღაც უმრავლესობა მოსულია ამ ხომალდებიდან, სადაც მათი ავატარები, ორიგინალური ავატარები სტაზიშია. და ახლა ჩვენი ცნობიერებით ვართ რამდენიმე ადგილას. ახლა შეიძლება მე კიდევ ვიყოს სადმე, ან დედამიწაზე ამ დროში რამდენიმე ავატარში, ან სხვა დროის ხაზში, სხვა სივრცეში და მაგრამ ჩვენ ვაზროვნეთ ძილში, რომ უნდა გამოვიღვიძოთ. აი იმის თქვა უნდა ლეტალიას. და ეს ყველაფერი არის მატრიცული ხედვა ამ სისტემისა, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ან ხდება იმ სიზმარში ჩაყვინთვა, რომელსაც უწოდებენ ნამდვილ იავ, რუსულად ქვია მას იავ. ხო, იავ რუსულად, ეს ძველ სლავენური ენა, ისა სიტყვა და ნიშნავს ახლანდელ რეალობას. იავ. ახლანდელ რეალობას. ხო, და სულის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა იმყოფება იმ ორიგინალურ სხეულში და ის მართავს იქიდან ამ დროის ხაზს, თავისი ავატარების ცხოვრების ხაზს. და ეს ავატარები იმ ორიგინალურ სხეულთან გაერთიანებულია დესანტების დახმარებით. და ლეტალი ეუბნება ასუნს, რომ მე და შენო ახლა ვართო აქტიურ ესე იგი მდგომარეობაში, ჩვენ ორიგინალურ ავატარებშიო მეოთხე დესანტში.
და ეს მეოთხე დესანტი განლაგებული ყოფილა სამხრეთ ამერიკის სანაპიროზე. დიახ, დედამიწაზე. და ლეტალია ამბობს, რომ მე რამდენჯერმე მაქვსო ნათქვამი, რომ იქო განლაგებულიაო პლიადენელების ბაზა, სადაც ჩავიდა მეოთხე დესანტი. და ეს მეოთხე დესანტი სრული შემადგენლობითაა და არა რაღაც განახევრებული შემადგენლობით. უკვე სრული შემადგენლობითაა. ასუნი ეკითხება ლეტალია, შეგიძლია თუ არა შენ დაასახელო ამ დესანტის დასახელება? ლეტალია პასუხობს, კი, ჩანაწერებში ჩვენ ეს გვაქვს, მაგრამ მე არ მახსოვსო. ასუნი ეუბნება, არვინი ეს დესანტის დასახელება. ლეტალია თანხმდება, ხო, არვინიო. არვინგი, ეს არის მეოთხე დესანტის. არვინგი, ეს არის მეოთხე დესანტის დასახელება. ასუნი ეკითხება ლეტალია, შენ რომ ამბობო ჩვენს სხეულებზე, ეს არისო პირველი წყარო? საიდანაც ჩვენ აქეთ დედამიწაზე დავეშვითო. პირველ დესანტთან ერთად ჩვენ ცვლიდითო სხეულებს. ლეტალია პასუხობს, რომ მიჭირსო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან აქ ჩდება კითხვები დროსთან დაკავშირებით. ხომ აქა და იქ სხვადასხვა ნაირად მიედინება დრო, როგორც მე თქვენ წინა ვიდეოებში გეუბნებოდით. თუ დროის საკითხს მოვაცილებთ, ყველაფერი არსებობს ერთდროულად და ასეთი შეკითხვის დასმა არა აქტუალურია. ეს არის ცნობიერების გადადინება ერთი ავატარიდან მეორეში. და ამ დროს ცენტრალური ავატარი, რომელიც იმყოფება სტაზისში, ესე იგი ძინავს, არ არის აქტიური, მაგრამ კავშირზე იჭერს ყველა დანარჩენს. ესე იგი კავშირი აქვს დანარჩენ მის ავატარებთან და საქმეს ყურშია თუ რა ხდება მათთან დაკავშირებით. ლეტალიას ეკითხება, ასუნი, შენ ხომ არიციო, ხდება თუ არა სინქრონიზაცია დროისა და რამდენად მართო ჩვენს ამ საქმეში ჩაღმავებული და იციო შენ თუ არაო, როდის დამთავრდებაო, იციო თუ არაო შენ დღე, რიცხვი, როდის დასრულდებაო ეს ყველაფერი. იქ ლეტალია პასუხობს, რომ იქ რიცხვი, დღე და რაღაც დატა შეუძლებელიაო რამე დღის, რომელიმე თვის, დღის ან რიცხვის გამოანგარიშებაო. მე ვერ გავიხსენე ქართულად თარიხის დაყენება თუ როდის რა დამთავრდება შეუძლებელიაო. თარიხს ვერ დააყენებო იქ, სადაც ესენი საიდანაც არიან. რა და დედამიწაზე სხვა დროა, დრო სხვანაირად მიედინება და სხვაგან სხვა სივრცეებში სულ სხვანაირად. ხო, ლეტალია ამბობს, რომ იქ არის რაღაც მოვლენების მოქმედება და იქ მხოლოდ უნდა იმოქმედო. მეტი არაფერიო. იქ მხოლოდ უნდა იმოქმედო თავის დროზე. ასუნი ეკითხება, შენ შეგიძლია თუ არაო ჩვენი ავატარების საქმიანობაზე თქვაო რამე მეოთხე დესანტში. რა ამოცანები აყენიაო მათ წინაშე და ამ მომენტში რას აკეთებენო, რა დავალებას ასრულებენო. ლეტალია პასუხობს, რომ ამოცანები მათი არისო გლობალური. მე ვგზნობო, რომ იქ ვიმყოფებიო მამაკაცის ავატარში და ისინი არიანო, ეს მეოთხე დესანტი არისო აქტიური სამხედრო დესანტი, რომლებიც ატარებენო სამხედრო მოქმედებებს, მართავენ რაღაც გრუპიროვკებს, ესე იგი რაღაც ავატარების დაჯგუფებას მართავენო დედამიწაზე. ისინი არიან საიდუმლო მეთაურეები ჯგუფების, დაჯგუფებების, დესანტის, განაყოფების, რომლებიც არიანო დაკავებული სიღრმისეული მთავრობის
ამ კაბალას გაწმენდით. ხსნიან ტუნელებს, ამოყავთ ამ ტუნელებიდან ისინი, ვინც იქ იმყოფება, ახდენენ გადატრიალებას ჩვენ პლანეტაზე ამ მოცემულ დროს, დღევანდელი დღის მოცემულ დროს. ასუნი ეუბნება ლეტალიას, ესე იგი, ეს მეოთხე დესანტი თავის პრიადინულ ავატარებში საქმიანობენ დედამიწაზე. თეთრი ქუდების შუადღომლობით. მე ასე მესმისო. კავშირი მაინც არისო, პასუხობს ლეტალია, რადგან ეს ყველაფერი სრულიად ერთიანი სისტემა არისო. საქმე იმაშია, რომ არისო სხვადასხვა დაჯგუფებები გასაიდუმლოების სხვადასხვა დონის მქონე და ჩვენი დაჯგუფება არის ყველაზე გასაიდუმლოებული გრიფის ქვეშ, ამბობს ლეტალია, რადგან ამის შესახებ ჯერ ეს არ უნდა იყოს ჯერ გამჟღავნებული, შეგნებულად ნარჩუნდება ეს საიდუმლო ორივე მხრიდან. ასუნი ეკითხება ლეტალიას, შენო შეგიძლიაო ჩვენი იმ ავატარების სახელები თქვაო. მეოთხე დესანტის წარმომადგენლების სახელები. მათ გარეგნობას, მათ ხატოვნებას ხედავო მკვეთრად, სახელებს არ მეუბნებიანო და მე მასეთი გზნობა დამეუფლაო, ამბობს ლეტალია, რომ აქ სახელები არ არსებობსო. აქ უფრო მოდისო ციფრული კონტექსტი. იმდენად საიდუმლო ამოცანა აქვენო მაგათ მათ წინაშე იმდენად საიდუმლო ამოცანა არისო დაყენებული და იმდენად ჩუმად უნდა შეასრულონ ეს ყველაფერი ხმაურის გარეშე, რომ მათ სახელებიც კი არა აქვთ. არამედ ქონიათ მხოლოდ რიცხვი. პატიმრებს რო აწერიათ რიცხვები, ამდაგვარად რიცხვები აქვს. ამათაც სახელების მაგივრად. მოდის ციფრები. ხო, ინფორმაცია მოდის ციფრების, მაგრამ ციფრებსო მეო ვერ დავასახელებო, რადგან ეს არის ცუდოომის კოდებიო. ასუნი პასუხობს ლეტალიას, კარგი, მე ამ კითხვას მოხსნიო, მაგრამ ახლა ჩვენ დავუბრუნდეთო ალციონის ბაზას. რამე მიმდინარე ამოცანები არისო ამ მომენტისთვის იქ ჩასატარებელი? ლეტალია ამბობს, რომ კი არისო, იქ იმყოფებაო ჩემი კლონი, გონი ისრამი ქვია და ის საქმიანობს, ხელმძღვანელობს მართლობით, ესე იგი მართავს. მე ფიქრობ, იქ ყველაფერი დაწყობილიაო ჩემი თვალსაზრისით და იქ ამ ალციონის ბაზაზეო ხტებაო მეხუთე დესანტის მომზადება. აქტიურ მონაწილეობას ჩემი კლონი ამ პროცესში არ იღებს, რადგან იქ არის ბევრი, იქ მყავთ ბევრი დამხმარე. ლეტალია ამბობს, რომ მე მინდაო ახლა ნახო ავატარების სისტემაო თუ სად პროცესდებაო სული. ეს არის დროის ასპექტი, რადგან ჩვენ ვარსებობთ პარალელურად სულ სხვა განსახიერებებში, სულ სხვა ამოცანებში. ეს ჩამოგავს განშტოებულ ბადეს, განშტოებულ ქსელს, რომლის ერთ-ერთ განშტოებას წარმოვადგენთ ჩვენ ამ კაფსულებში. და რასაკვირველია, ჩვენ იქიდან ყურირებთ, ესე იგი ვაკოდები და ხელმძღვანელობთო დანარჩენ ავატარებსო. აქ მათი ავატარები იგულისხმება, რომლებიც გამოდიანო ჩვენგან როგორც პროექცია სხვადასხვა დროის წერტილებში, მაგრამ ისინი უერთდებიანო ერთმანეთს იმ ავატარის დახმარების, რომელიც ახლა წევსო კაფსულაში და იმყოფებაო სტაზიაში. მაგრამ აქტიური ამოცანებით ჩვენ ვართო დაკავებული აქო, დედამიწაზე. ასუნი ეკითხება ლეტალიას, არ შეგიძლიაო მითხრაო, ჩვენზე ჯერ კიდევ არსებობსო ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა, რომელიც ჩვენ ზევიდან გმართავსო, რომელიც მართავსო ამ ბაზას. საგალაქტიკო მომზადების ცენტრი და ჩვენ შორისო. ვყავს თუ არაო ჩვენ
კურატორები ლეტალია პასუხობს რომ მე მგონიო არისო საერთოდ ყველა სისტემებიო თავიანთი ბუნებიდან გამომდინარეო არიანო იერარქიული მე მგონია იცით რას ნიშნავს სიტყვა იერარქია თუ არა და მე ხა მაინც 1-2 სიტყვით გეტყვით რა არის იერარქია იერარქია არის სისტემა სადაც დაბალი ჩინი ექვემდებარება მაღალი ჩინის ბრძანებების შესრულებას აი მაგალითად იერარქია დღეს დედამიწაზე ყველგან თავში ვინ დგას პრეზიდენტი მერე მისი პრემიერ-მინისტრი მერე კიდევ დამხმარეები მრჩევლები ან მრჩეველები როგორაც უსასწორად არ ვიცი შემდეგ ჩამოდიხარ დაბლა და ბოლო იერარქიის დონე არის მოსახლეობა ანუ საზოგადოება აი ესა იერარქია და რასაკვირველია იერარქია ყველგან არსებობს აბა სხვანაირად მაგრამ თუ იერარქიის თავში დადგა ვინმე ისეთი ვინც ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას მაშინ რასაკვირველია ქაოსისკენ წავა ყველაფერი აირება დაირევა მაგრამ თუ ის პიროვნება ვინც თავში ზის მაღლა ის მაგრამ შეიძლება დაბლა მდგომა გამოიყენოს ბოროტად თავისი მდგომარეობა რასაკვირველია ამის საჭიროა ცნობიერების ამაღლება რასაც ადამიანი აღწევს მხოლოდ თავისი თავის შეცვლის თავისი თავის განვითარების სურვილი უნდა ქონდეს რომ შეცვალოს ჯერ თავის თავში ყველაფერი შემდეგ მის გარშემო მაგრამ თუ ადამიანი თვითონ არ შეიცვალა და შეეცადა შეცვალოს მის გარშემო რამე მარფლი გამოვა ჯერ შენ უნდა შეიცვალო რომ შენ გარშემო ყოფნა შენი დაიჯეროს ლეტალია ამბობს რომ ჩვენ ქვევითო არიანო კიდევ სხვა ცივილიზაციები რომლებიც იმდენად არ გაკვირდებისა არ არიანო ამ საქმეში ჩართული მაგრამ გვაკვირდებიანო და კურირებას გვიკეთებენო კორექტირებას უკეთებენო ჩვენ ამოცანებს ასუნი ამბობს რომ ახლა როგორც გამოჩამნებული არისო ჩვენი galaktikuri ზურმუხტის ერთიანი კრეისერი ეს არის მრავალგანზომილებიანი პროექტიო და ხდება ზედა სულიერი სამყაროებიდან ჩარევაო და მინდოდაო გამერკვიაო ამბობს ასო ხომ არ არისო ეს დაკავშირებული იმ პირველად ზურმუხტის ორდენთან galaktikuri დაცვისა თავისუფალი სამყაროების საბჭო რომელსაც წარმოადგენს დაცვა ესე იგი ხრანიტელი მცველების არა სტრაჟ იცით სტრაჟ რა არის ეს იგივე დაცვა მაგრამ ხრანიტელი მცველების დაცვა ალბათ ან სტრაჟი ხრანიტელი ხო მცველების დაცვა მაღალი გაზომილებების რომლებიც მოდიან მოფრინდებიან სულიერ სამყაროში და მე მინდა გითხრათ ახლებისთვის რომ სულიერი სამყარო წარმოადგენს სულიერი სამყაროს ტერმინი სულიერი სამყაროს ქვეშ იგულისხმება წვრილი დონეები ხო იქ მრავალი გაზომილებებია მრავალი დონეებია მაგრამ მაინც სულიერ სამყაროს წარმოადგენს და ჩვენ აი ჩვენი ავატარი და გარშემო რასაც კი ჩვენ ხედავ ეს არის ფიზიკური დონე ესა ფიზიკური დონე მაგრამ როდესაც ჩვენ გვტებით ჭყალებში თუ სიკვდილი არ არსებობს უბრალოდ ჩვენ ვიგდებთ ჩვენ ავატარს ხომ იცით პეპელა ჯერ ლიჩინკაშია ხო ის ლიჩინკა იკვებება ჭამს იზრდება და დრო რომ მოდის ის ძრება ამ ლიჩინკიდან
ზოგისთვის გულამრევია ეწითკებათ ხელის მოკიდვა და რაღაც ხელში აყვანა ამ ლიჩინკას, მაგრამ ამ ლიჩინკიდან რომელი მერე ლამაზი პეპელა გამოფრინდება. ამდაგვარად ჩვენ ვიგდებ ჩვენ ლიჩინკას, იცით რა, სული როდესაც განსახიერდება სხეულში, ის ხდება დროებით. იმიტომ რომ კარგავს თავისუფლებას. ის როგორც სული არ არსებობს, მაგრამ იმ როგორ გითხრათ, ჩვენი სულები არის ჩვენი შექმნელის ნაწილები. ჩვენ წარმოვადგენთ შემქმნელის ნაწილს. ჩვენ ვართ ღმერთები. ისევე რადგან ჩვენ შემქმნელმა გაყარა თავისი სულის ნაწილები თესლების სახით და გაუშვა სხვადასხვა მიმართულებით, რომ შეესწავლა, მაგრამ ამ ჩვენ გვაქვს კავშირი ჩვენ შექმნელთან, მაგრამ ჩვენი ფიზიკური სხეული ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ, ამიტომ ახლა ბოლო დროს ეს არის გამოღვიძება, ჩვენ ხედავდეთ იქნება ახლა უმრავლესობა კიც ხედავს, ხომ გეუბნებით, რაღაც ხილვები, რაღაც ხედვები გექნებათ, ინსტინქტი მაგალითად, ვისაც განვითარებული აქვს ინსტინქტი, ეგეც იმის ნიშანია, ოღონდ არ შეშინდეთ. და როდესაც მოდის დრო და ავატარს აგდებს, როგორც პეპელა აგდებს თავის ლიჩინკას და მიფრინავს, ისე აგდებს თავის დროზე ავატარს ჩვენი სული და თავისუფლდება, მაგრამ სხვა იცით რა, სული, როდესაც ადამიანი ლოთობს, ან ძალადობს, ან მაგალითად აუტიზმიანი ბავშვებს შორის არის ეს, რომ სული არა მათ ორგანიზმში, სული გვერდითაა, მაგრამ ეს ბავშვები იყურებიან სულის დახმარებით შიგნით და გარეთ ფიზიკურ სამყაროს ისე არ აღვიქვამენ, როგორც საჭიროა. ასე ხდება ჩვენი ადამიანები, რომლებიც პრობლემებს განიცდიან, სულ წნეხის ქვეშ არიან 24 საათი. სული არ ჩნდება ასეთ სხეულში, ის იმალება. მაგრამ ის ყოფილა შემთხვევები, აგერ ლეტარიას პაგრუჟენია რომ გაუკეთებია, სადღაც ლეტარია და ის პანდორა და პერეგინი ალეონა. სად არ ეძებდნენ თურმე პაციენტის, კლიენტის სულს. იმიტომ რომ არ უნდა სხეულში დაბრუნება. კი, უსულოდ შეუძლია სხეულობა იარსებოს, როგორ არა? სულის გარდა ხო ჩვენ გვაქვს მენტალური სხეული, ცნობიერება, გონება. მაგრამ სულით საჭირო ლიფტია. მაგრამ ადამიანს, რომელსაც სული სხეულში არ აქვს, ის არის ზომბივით. გიპნოზისავით აქვს, თითქოს გიპნოზი აქვსო გაკეთებული. ხომ არიან? განაგონიათ ყველა ადამიანები ვართ ჩვენ ყველა ბიორობოტები ვართ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც რობოტებია, ბიოლოგიურ სხეულში. შიგნით რობოტები არიან თავისი სქემებით, ძვლების მაგალითად რკინები, ხო? და გარედაც ფიზიკური სხეულები, ბიოლოგიური სხეულები. სხვადასხვის არის გამოდიან ინტერნეტში კონდაქტორების სახით რობოტები ასეთი. კი, და მათ ვერ გაამჩნევთ, მხოლოდ თვალებით. თვალები აქვენ უსიცოცხლო. კლონსაც უსიცოცხლო თვალები აქვს, მაგრამ ზოგჯერ რა არის კლონი? კლონი იგივე ორიგინალს, მაგრამ კლონს ახლა თემიდან გადავუხვიე მე, კლონებზე არ ვილაპარაკებ, თორემ შორს წაგვიყვანს და არ მეყოფა მე მეხსიერება ტელეფონში. ხო და ეს იერარქიაო, რომელიც არსებობს ზევით, ის კურირებსო დესანტს დედამიწაზე. ასუნი ეუბნება ლეტალიას, რომ ახლა მინდაო დაუბრუნდებო ჩვენ პირველ დესანტსო და მაინტერესებსო ჩვენი პლიადინური ხომალდების მდგომარეობა, რომელზეც ჩვენ აქ მოფრინდითო. ლეტალია პასუხობს, ჩვენი ხომალდები არ გავსო იმ ტექნოლოგიებს, რომლის ნახვაც ჩვენ მივეჩვიეთო დედამიწაზე. ჩვენი ხომალდები არისო ცოცხალი არსება, ხომალდის კორპუსიც, შიდა ნაწილიც არისო თვით ტრანსფორმირებადი და თვით რეგენერირებადი ნაწილები სრულიად ერთიანი ცნობიერებისა, რომელიც მართავს ამ ხომალდს
ეს არის სულის ნაწილი, რომელიც თავისი ნებით დათანხმდა ემართა ხომალდი. ხო, ხომალდში შედის სული. ოღონდ ნებით ხდება ეს ყველაფერი, არავინ არ აძალებს. თვითონ მაგალითად სულს მოუნდა იყოს ხომალდის სული და მართოს ხომალდი. ან ეს ცნობიერება იმართებაო ერთიანი სამართავის ცენტრიდან ალციონზე. ცოცხალი ინტელექტისა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვლაპარაკობთ. და ამ ინტელექტის ნაწილი იმყოფება ჩვენ ცნობიერებაში და ეს ჩართულია როგორც აუცილებელი ნაწილი, როგორც ცოცხალი ნაწილი ჩვენი ტვინისა, მაგრამ კითხვა იმაში შედგება თუ რამდენად არის გამოვლენილი ეს ნაწილი შეგნებულად და როგორი ძალებით შეუდგა ის მუშაობას. ასუნია ეკითხება ლეტალიას, არის თუ არა ჩვენი ხომალდეები სიხშირების გამტარეები და ვართ თუ არის თუ არა ჩვენი ხომალდეები პროდნიკი გამტარებლები რომლებიც ასრულებენ ანტენის როლს და ხომ არ მონაწილეობენო მაღალი ენერგიების გავრცელებაში სხვადასხვა ცივილიზაციებიდან. რასაკვირველია, პასუხობს ლეტალი, ისევე როგორც მონაწილეობენ, როგორიც გამტარები ვიბრაციებისა ვართ ჩვენ ყოველ ჩვენ ავატარში, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ეს ავატარი, ის არის წყარო, ანტენა, როგორც პულსარი, რომელიც ასხივებს სიხშირეებს. ხო, ჩვენ არა ვართ ხომ მარტო ფიზიკური სხეული, არამედ ჩვენ ვართ სიხშირე, რომელიც შეგროვდა მატრიცის ინფორმაციისაგან. არც ჩვენი ხომალდეებია გამონაკლისიო, ასუნი ამბობს. ერთ-ერთ ჩვენ გალაქტიკური ზურმუხტის ერთობის კრესერის შეხვედრაზე ოქტომბერში გახსენითო კარიბჭე ჩრდილოეთში სინათლის კარიბჭე და ამ გახსნის შემდეგ მე პრაქტიკა მედიტაციაში ყვალბა და გავედიო ლოჯაში. ესე იგი ვნახეო როგორ პროექცირდაო სამკუთხედიანიო ხომალდიო, ვნახეო როგორ გაფრინდაო ეს ხომალდი და სიხშირეებს გამოსცემდაო, განსაზღვრულ სიხშირეებს. ხომ ვერ ამიხსნიო, ეკითხება ლეტალიას, თუ რატომ გამოჩნდაო ეს ხომალდიო და ეს ხომალდი იმასთან დაკავშირებით იმიტომ გამოჩნდაო, რომ მოხდაო გახსნა ამ კარიბჭეებისაო და რომელ ცივილიზაციას ეკუთვნოდაო ეს ხომალდიო. ლეტალია პასუხობს, რომ მე მეუბნებიანო, რომ ეს არისო მეორე დესანტი, რომელმაც შეეცადაო შენთან კავშირზე გამოსულიყო, რატომდაო ჩემი დახმარებით კავშირზე გამოდიცო ბევრი დესანტი, უბრალოდ ჩემთან კავშირზე გამოდიცო ბევრი დესანტი, რომლებაც არიციან ერთმანეთის არსებობაზე, რადგან არსებობს გასაიდუმლოების გრიფი, მაგრამ ჯამში ჩვენ ყველანი ვაკეთებთო ერთ საქმეს და რაღაც მომენტში ჩვენი დროისა ჩვენ ვიგებთ, რომ არიან სხვა დაჯგუფებები, რომლებიც ასრულებენ იგივე სამუშაოს და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ იყოს შემჩნეული ადამიანების მიერ და იმისთვის, რომ არ იყოს ინფორმაციის ეგრე ვთქვათ გაშოდვა, ეს დესანტები გაყოფილია და გასაიდუმლოებულია ყოველი საკუთარ თავში. და ის ხომალდი, რომელიც შენ ნახე, რომელმაც თავი დაგანახა, გეუბნებოდა მიახლოებით ამას, ნახე, გარეთ კიდევ რაღაც არის, რომ გაგრძნობი ესო, რომ არიანო სხვა დესანტები, რომლებიც მუშაობენო ჩვენი პლანეტის გაწმენდაზე, ბნელი ძალისაგანო და დაეხმარონო დედამიწას გადასვლაში მეხუთე განზომილების სივრცეში. ასუნი ეკითხება,
არსებობს თუ არა ჩვენი ავატარებისაგან გზავნილი ჩვენი მისამართით აქ ამჟამად თვით გზავნილს მე არ ვცნობ, მაგრამ მე მესმის მისია იმისთვის რომ გასაგები იყოს მე ახლა ჩემ მდგომარეობას აღწევ ცოტათი და რადგან დღეს ჩვენ ქონდა დაგეგმილი ინტერვიუ და ქონდა დაგეგმილი სამუშაო, ჩემი სხეული ჩავარდა უცნაურ მდგომარეობაში, მე აპტეკი არა მხნე მდგომარეობაში, არა, მაგრამ მე მქონდა რაღაც არეული მდგომარეობა. შევეცადი გამეგო თუ რა ხდება და ჯამში მე მომამზადე სპეციალურად ამ ჩემ ფიზიკურ ავატარში. რაღაც ნაწილით მე გადავედინე იმ ავატარში, რომელიც რადგან ის ინფორმაცია, რომელიც ახლა უნდა გამჟღავნებულიყო, გაშღრებულიყო უბრალოდ გახსნილიყო ფართოდ და სიღრმისეულად, მე რომ სრულიად ყოფილიყავი მეოთხე განზომილებაში, ამ ინფორმაციასთან, რომელიც მეოთხე განზომილებაში მომივიდოდა, ჭდომა აქედან არ გვექნებოდა. ესე იგი, ჩემი მეს ნაწილი და ჩემი ენერგიები გადაედინა იმ ავატარში, რომელიც წევს სტაზისში, კაფსულაში. რომელიც წევს კაფსულაში და იმყოფება სტაზისში. და ეს ორიგინალური ავატარი არის თავარი მართავი მართველი უფრო სწორად დანარჩენი ავატარებისა, რომლებიც ამ განშტოებაში არიან. ამ დროის განშტოებაში. ლეტალია უთხრა ასუნს შემდეგი კითხვა დამისვიო და ასუნი ეკითხება არის თუ არა ახლა რამე დავალება ან მისია ჩვენთვის ამ დროში ამ მომენტისთვის ჩვენი პლეადინური ავატარებისთვის ამოცანა ასეთიაო ასხობს ლეტალია გავააქტიუროთ და გავხსნათ მეხსიერება დიდი რაოდენობით თუ ეს არის რის შესაძლებლობა იქნებაო ჩვენი გუნდის წევრების ესე იგი მათი გუნდის წევრების მეხსიერების გააქტიურება უნდა მოახდინონ რაც შეიძლება მეტი მეტმა წევრებმა უნდა დაიბრუნონ გახსნან თავისი მეხსიერება მართაც ხო ძინავთ დედამიწაზე ვინც ხდება ყველას მეხსიერება ეკარგება საერთოდ და სულ ხო ყველაფერი ახსოვს მაგრამ როცა სახირდება სხეულში და იბადება მას ყველაფერი ავიწყდება მხოლოდ ინსტინქტურად მოქმედებს პირველი მეორე დესანტი ერთმანეთისგან თითქმის არ განირჩევიან მე მეორე დესანტის დასახელებაც კი არ მაქვსო ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიმყოფებოდით აქ და არაფერი იცვლებოდა უბრალოდ შთამომავლობა შეიცვალა მეორე დესანტი თითქმის არის პირველი გაგრძელებაო და შემდეგ მოვიდაო მესამე და მეოთხე დესანტი ხო და ამ დესანტში იყო ჩვენი მოწაფეები ჩვენი შვილები მომავლიდან ამოცანა შედგება შემდეგში რაც შეიძლება მალე უნდა გაიღვიძონ ამ დესანტების წევრებმა ჩართო უნდა შენი გაცნობიერება და ჩაერთო იმ ტრანსფორმაციაში რომელიც გზადდება ყველა რაკურსიდან როგორც ფიზიკურ ისე ენერგეტიკულ და ინფორმაციულ პლანებზე მასე მუშაობს სივრცეც სივრცე მრავალ ფენიანია მრავალ განზომილებიანია მრავალ დონიანია და ჩვენ ვართ ჩასმული ამ სივრცის ყოველ დონეზე ასპექტებად ჩვენი ასპექტებიო არიანო ჩასმული ამ სივრცის ყოველ დონეზე ყოველ განზომილებაზე ესე იგი ყველგან ერთდროულად ხდება ეს და როდესაც ჩვენამდე მოდის იმის გაგება რომ ჩვენ მივყოფებითო ყველგან ერთდროულად მაგრამ არის ერთი ცნობიერება მაშინ ხდება სტიკოვკა ესე იგი შეჯახება თუ გინახიათ ვაგონებს როგორ უერთებენ ერთმანეთს ხო ქართულად სტიკოვკა მოიცადეთ ახლა მე ხა შევედი ინტერნეტში და ამომიგდე ინტერნეტმა სიტყვა ლოკინგი მაგრამ რაღაც უცნაურია არა კარგი იყო სტიკოვკა ეგებ გამახსენდეს შემდგომში
და იმპულსი ხდება უფრო აქტიური და ჩვენი აქ ყოფნით ვაღვიძებთ იმათ ასუნი ეკითხება ლეტალიას მოქმდეს თუ არა ეს ყველაფერი ჩვენი სხეულების ტრანსმუტაციაზე და ცვლის თუ არა რამესო სხეულში ლეტალია პასუხობს რასაკურველია გაცნობიერებული მიღება სამყაროების მოქმედებს ფიზიკური სხეულის გაღვიძებაზე რომელიც ნელ-ნელა დაიწყებს გაფართოებას და გადავა სხვა ხარისხში ჩვენი ფიზიკური სხეულები ესე იგი არ იქნება ისეთი მჭიდრო როგორც არის ახლა და სულიერი ეს წვრილი დონეები უფრო გამოჩხავდებული იქნება ჩვენთვის ჩვენ ხედავდეთ იქნება ამას ჩვენი ფიზიკური სხეულებით ჩვენი სხეულების წასწორებას გავაკეთებთ რომლებიც გადაიქცევიან უფრო მსუბუქ ფიზიკურ სხეულებად არ იქნება ისეთ შემჭიდროებულად როგორც ახლა ვართ გვაქვს ჩვენ ფიზიკური სხეულები ასეთი თლად შემჭიდროებული არ იქნება ცოტა შემსუბუქდება და შემდეგ წასვლდებიან მეხუთე განზომილებაში ხო ზოგი გადავა სხეულით მაგრამ სხეულით ნაკლებად გადავლიან იმიტომ რომ ზოგი ადამიანის სულების სხეული არ არიან მზად იმისთვის რომ ჯერ მეოთხე განზომილება გაიარონ შემდეგ მეხუთე მაგრამ მოხდება ისიც რომ სხეულებში გადავა ადამიანები სულები უფრო სწორად თავისავად არებში მაგრამ ეს ნაკლებად შემდეგი შეკითხვა ჭირდება თუ არა ასეთი ტრანსფორმაცია იმისთვის რომ ჩვენ კონტაქტი გქონდეთ ზოგ ცივილიზაციებთან არამედია ცივილიზაციებთან თუ კონტაქტი შესაძლებელი იქნება იმ სიხშირის დონეზე რომელზეც ახლა ჩვენ ვიმყოფებითო ეს ურთიერთ მოქმედების პროცესია რადგან თუ ჩვენ ვიმყოფებით მესამე დეს დონეზე ჩვენი ცნობიერება ვერ შეძლებს აღიქვას მათი მოსვლას ან საერთოდ ვერ შეამჩნევს მათ გვერდით ყოფნას რაც უფრო წვრილი ხდება ჩვენი სხეულები ჩვენი ველები მით უფრო მეტად იღება ჩვენი ცნობიერება ჩვენ გამოვდივართ იმ გაგებიდან რომ მე ვარ ადამიანი და კონტაქტები იქნება ბუნებრივი მეგობრულ ურთიერთობის მაგარი და ჩვენ არა მხოლოდ აქ მივიღებთ ჩვენ სტუმრებს არამედ იქეთაც ვივლით სტუმრად მაგრამ ხომ იცით რომ ჩვენი ფიზიკური სხეულებით ამის გაკეთება შეუძლებელია პრობლემატიური იქნება რადგან ცნობიერება განსაზღვრავს ვიბრაციის ხარისხს და რაც უფრო მეტ ვიხსნებით ჩვენ და ფართოვდებით უფრო მეტი ცნობიერება ხდება აქტიური და მისაწვდომი და ურთიერთმოქმედებაც გაადვილდება უცხოპლანეტარული რასები აქ იმყოფებიან უბრალოდ ისინი ელოდებიან ჩვენ როდის მომწიფდებით და შევძლებთ როდის მომიმზადებით მათ შესახვედრად თუმცა ჩვენ წვრილ დონეებზე ჩვენ დიდი ხანია მათთან კონტაქტობთ კავშირში ვართ და ასუნი ეუბნება და ჩვენი ხომალდეების გამოჩენაც საში ეს ერთ-ერთი მეთოდია რომ ჩვენი მეხსიერება გამოაღვიძონ ხო ლეტალია პასუხობს საში უამრავი რაოდენობის ხომალდეების გამოვლენა გამოჟღავნება ხდება და ისინი სხვადასხვა წარმოშობის არიან როგორც მე მაქვს ნათქვამი ლეტალია ამბობს შორეულ ორბიტაზე განლაგებულია GPS-ის უამრავი ხომალდები GPS-ი რა არის ახლებისთვის აგიხსნით GPS-ი არის galaktikuri ფედერაცია სინათლის სამყაროებისა ესე იგი Galakticheskая Federaция Света სინათლის galaktikis სინათლის ფედერაცია ქართულად ისინი თითქმის ფარავენ ცას ნეგატიური ცივილიზაციები გარე ორბიტაზე თითქმის არ დარჩა დღესდღეობით მაგრამ ისინი ჯერ იმყოფებიან მიწის შიგ
მიუცდომელ ადგილებში. ჯერ სადაც ვერ მიაღწია ალიანსმა მათ გასაწმენდად. ისინი უნდა ამოჩიჩქნო. პირდაპირ გაგებით, აი მაგალითს მოგიყვანთ. ხომ არის მაგალითად სამზარეულოში დიასახლის აქვს მრავალი სხვადასხვანაირი ჭურჭელი, ხო? და არის ზოგი ისეთი ჭურჭელი, რომ სიბინძურე შევა მაგას გუბკი და საპნით გასარეცხი სითხით ვერ სახეხითაც ვერ გახეხავ და ამ დროს უნდა გამოიყენო რამე წვეტიანი, ხო? ან სპიჭის თავის ასანთი ღერი, სპიჭის ღერი, ან ქინძის თავი, ან თმის საბნები, რომ იქ მიწწე და ან ნემსი ხო წვრილი თავი აქვს და რომ ის რაც იქ სიბინძურია ის გაწმინდო. ალბათ ახლა კი ბევრს აქვს ელექტრო ხორცატკბილი მანქანები, ბლენდერებია, ნაირ-ნაირი დამავიწყდა მეორეს რა ქვია. დასაკუთრებულად რომ ხმარობენ. ხო, მაგრამ ადრე დიასახლისები რომ გაიჭედებოდა ხორცატკბილი მანქანის ბადე წმინდავდნენ ან ბულავკით, ან სპიჩკის ღერით, ასანთის ღერით მომიდევთ. ხო, ამდაგვარ როლს ასრულებს მეოთხე პლატინელების მეოთხე დესანტი. ისეთ ადგილებში უნდა მიაგნონ ამ დარჩენილ ჩვენ წრეებს, ბნელდალას, რომ იქიდან გამოჩიჩქნონ მასეთნაირად. არის ხომალდეები დედამიწის ბაზების, არის ხომალდეები, რომელიც დარჩა საიდუმლო კოსმოსური პროგრამებიდან და ისინი მასკირებას აკეთებენ და ძალიან რთულია ვიზუალურად და ძალიან რთულია დედამიწიდან მიხვდე თუ რომელ ორგანიზაციას ეკუთვნის ეს თუ ის ხომალდი ან რამე სხვა ობიექტი, მაგრამ აქ მიდისო სივრციდან სივრცეში კითხვა ვიბრაციებისა და ვიბრაციები არ მოგატყუებსო, ვიბრაციის დახმარებით შეიძლება ამოიცნო ნებისმიერი თუ ვის ეკუთვნისო ეს ობიექტიო. ხო, გული გიძგერსო და გზნობო შენიანი ვინ არისო, მაგრამ ფორმა, ფერი და ასე შემდეგ ეს შეიძლება იყოს შეიძლება ამ ყველაფერმა შეცდომაში შეგიყვანოსო, მოგატყუოსო. უნდა მიაქციო ყურადღებაო ვიბრაციას იმ ობიექტის და შენი გულის წერასო. ასუნი ამბობს ინტერნეტში არისო ვიდეო, სადაც ჯეკ ბარბერი, ამერიკელი ფრინავი, ტრანსპორტირებას უკეთებდა ტროსზე ხომალდის ტრანსპორტირება კვერცხისებური ფორმისა დიამეტრით მიახლოებით 6 მეტრო და ის აღწერდა ისეთ ესე იგი შეგრძნებებს, რომელიცო მაერთიანებდაო, ერთიანობის შეგრძნება მქონდაო ამ მომენტშიო, ამბობდა ის ფრინავი. იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობიერება, რომელიც ამ ხომალდს გააჩნდაო, თუ ვიღაც იყო ამ ხომალდზე და მასთან მქონდაო კონტაქტიო, გაერთიანებული ცნობიერების შეგრძნებაო და ეს შეგრძნებები მაშიო ამ ფრინავში ჩარჩაო მაგის მერე არ მოშორებიაო და ეს ფრინავი იმყოფებაო მაგ ვიბრაციის მოქმედების ქვეშ. ეს სასიყვარულო სიყვარული სავსე ვიბრაციები დღემდე შერჩაო ამ ფრინავს. ლეტალია თქვა, რომ მე ნანახი მაქვს ეს ვიდეო, მე მოგიყვებითო იმას, რაც მომივიდაო. დღეს არისო განვითარებული წინწასული ტექნოლოგიები, რომელიც ქმნისო რაღაც ილუზიას ნატურალური მოქმედებებისა და ის ნაწილი მე მომეჩვენა ხელოვნური ინტელექტით დამოდილირებული, რადგან მე ვიცი, რომ ჩვენი ტექნიკასთან ახლო კონტაქტის შემდეგ
რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, მასეთი პრიბორები და მასეთი ტექნიკი ფიზიკურად შეუძლებელია ეს ყველაფერი კამერაზე ჩაწერო, რადგან გათიშულია. შეიძლება ეს მომენტი იყო ჩართული იმ მომენტისთვის, ხო და ეს მომენტი em სიყვარული შეგრძნების მომენტი შეიძლება ფირი ჩართესო და ეს ფირი ახიქვაო ამ კაცმა. და ლეტალი ამბობს, რომ მე ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის ნამოქმედარიაო და მე არ მიგზნიაო, რომ ეს რეალური გადაღება იყო. ასუნი ამბობს, რომ საქმე იმაშიაო არისო სხვა ფრინავების ინფორმაციაცო, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში, TGB და საიდუმლო კოსმოსური პროგრამებიდან, რომლებიც აღწერენო მეთოდებს მასეთი ხომალდების გამოძახებისაო და როდესაც ასეთი ხომალდები გამოჩნდებოდნენო, ისინი გრძნობდნენო მასეთივე ემოციებს, სავსე სიყვარულისა და ბევრ შემთხვევაში ყოფილა განკურნებები ფიზიკური ორგანიზმისა, ჰარმონია. ლეტალი ამბობს, რომ ჩვენი ხომალდეს აქვთ რაღაც დაცვითი სტრუქტურა და აქვთ ისეთი ტექნოლოგია, რომ უჩინმაჩინი გახდეს სხვებისთვის. ხო, ეს უჩინმაჩინის ტექნოლოგია ითიშება მაშინ, როდესაც უნდა დაჩვენონ მაგალითად სხვებს, რომ ჩვენ აქ ვართ. სამუშაო მდგომარეობაში ეს ხომალდები, ჩვენი ხომალდები არ ჩანს და თუ ჩვენ დავინახავთ ხომალდს, ეს იგი მასე იყო საჭირო. ალბათ ან ვინმე შეშინება უნდათ, ან უნდათ იმის ჩვენება, რომ ისინი აქ არიან, ან უნდათ ტექნოლოგიის ჩვენება. და საერთოდ ეს ხომალდები ამ ხომალდებზე ყოველთვის ჩართულია უჩინმაჩინის ტექნოლოგიები. ესე იგი არ ჩანა მიწიერი ადამიანის თვალისთვის. არ ჩანს. ასუნი ეუბნება ლეტალიას, რომ ახალი დედამიწის სივრცეში ამ სარკის მეორე მხარეს გავედითო ჩვენ და გამოჩნდითო ჩვენი ბაზის თავზე, რომელიც იყო განლაგებული უზარმაზარ ხეზე, კინო ავატარში რომ ახე ნაჩვენები იმაზე მეტი დიდი უზარმაზარი ხე იყო და მის თავზე ყოფილა ეს ბაზა განლაგებული. და სტრუქტურა ჩამოგავდაო სოკოებს. ხო, მაგრამ ამ სოკოებში, მან თქვა, რაცხა დასახელება ვერ გავიგე, სტრუქტურებული იყო ეს საცხოვრები, შენობები, ხო, რაღაცნაირად შეხამებული იყო ერთმანეთთან. და იქ იყო მოედნები ხომალდებისთვის და ჩანოკებისთვისო, შატლებისთვის. და ბაზის დასახელება მომივიდაო ახა, ბაზის სახელწოდება იყო არისო რიმსეხ. და ლეტალიას ეკითხებათ, ამასთან დაკავშირებით შენ რისი თქმა შეგიძლიაო? ლეტალიამ უთხრა ასუნს, რომ შენ შეეხლა მე შევედიო და ვნახავო, კიო, ეს არისო დონე ცხოვრებისა, ესე იგი დონე იმ მომენტის ყოფისა პლეადებზე, მაგრამ ეს ალციონს არ გავსო, ეს არის სხვა მოედანიო, სადაც არისო ბუნებრივი ასეთი სიცოცხლე, ბიოლოგიური, რომელიც შეეხამებაო სხვადასხვა ერგანოლურ ტექნოლოგიებს. და რა არისო ენერგანოლური ტექნოლოგიებიო, მაგალითად ჩვენი ხომალდების ცნობიერება არისო ერგანოლური მართვადი, ერგანონული მართვადი ინტელექტით, არა ბიოლოგიური ინტელექტი, არამედ ჩაწყობილი, ჩანერგილი ინტელექტისა, ეს არისო შეხამება ტექნოლოგიების და გამოვლენილი ფორმებისა
სადაც მათი მართვა შეიძლება და შეიძლება ეს გამოიყენო საკათილდღეოდ ცივილიზაციისა, რომლებიც ქმნიან ამ სიმბიოზის სიტყვა, ვინც არის ის მაგათვის შევეცდები აგიხსნათ, სიმბიოზი არის შეხამება, შეგუება ორი არაორგანული და ორგანული, ასე ვთქვათ, ქმნილებებისა და მასე იქნება ახალი სამყაროები, რომლებიც ადვილად ვითარდებიან ამ ცოცხალი ინტელექტის ცუდომის დახმარებით. მიდის ინფორმაციის ჩატვირთვა და ბიოლოგიური ორგანიზმები გადადიან ცნობიერებული ცხოვრების მდგომარეობაში. ჩვენ ასუნი ამბობს, რომ ჩვენ ვიყავითო დედამიწის ახალ ხუთგანზომილებად სივრცეშიო და მე ხედავდი უზარმაზარ ფარას, ეკიდაო ზურმუხტისფერი ფარა, ეს იყო პლანეტარული ფარაო და დედამიწის სივრცეო უფრო ფართო არისო სივრცე დედამიწის ვიდრე ახლა. ლეტალია პასუხობს, რომ ალბათო ასუნს ეუბნება, რომ ალბათო შენ ნახეო ჩვენი ზურმუხტის ფერის ერთობის კრესერის ანარეკლიო. ის ქმნისო განსაზღვრულ ველს, რომელშიც განეწყობაო შემდგომში უფრო მაღალი განზომილებები. როგორც რაღაც მოედანი, დაცვა, სახტენი, ეს სტრუქტურა უკვე აწყობილია, არსებობს. ლეტალია ამბობს, რომ ეხლა ხედავთ ჩემი სხეული როგორ იცლის ფორმას, ის სხეული, რომელიც ზის სავარძელშიო, გამოდის ადამიანური სხეულის ჩარჩოს მიღმაო და ხდებაო რაღაც მომენტში მატერიის ფლუქტუაცია. რა არის ფლუქტუაცია? ახლა შევეცდები ერთეული სიტყვით აგიხსნათ. ფლუქტუაციო, ლათინური სიტყვა, ფლუქტუაციო, კალიბანიე. რყევა, ესე იგი, რამეს რყევა. ეს არის ნებისმიერი შემთხვევითი რყევა, ცვლილება, ან დაპატარება, ან გადიდება. კვანტურ მექანიკაში ხდება მაგალითად რაღაც ასე ვთქვათ ზომის ცვლილება საჭირო ზომიდან შემთხვევით ზომამდე, ესე იგი ეს ყველაფერი ხდება უნებლიეთ. ხო, მაგრამ ეს უკვე კვანტური, ეს ჩვენ არ გვინდა ორი სიტყვით დაიმახსოვრეთ, რომ ფლუქტუაციო არის რყევა, ცვლილება. ხომ გახსოვთ ალისა დააპატარებენ, ხო, რაღაცას მგონი პეჩენიას ჭამს. არ მახსოვს, ოღონდ ზუსტად გადიდება უნდა თუ დაპატარავება. ხო, ესეც არის ფლუქტუაციოს მაგალითი. ესე იგი, როდესაც რაღაც ცის მოქმედების ზეგავლენის ქვეშ, შეიძლება ეს იყოს სითბური ზეგავლენაც, რომელიც მოქმედებს ფიზიკურ ნივთებზეც, სხეულზეც, ხო და ამიტომ ამბობს ლეტალია, რომ ჩემი სხეულის ფლუქტუაცია მოხდაო, ცვლილება. ხო. ფორმა ჩემი სხეულისა არ არის, არ არსებობს, ის თითქოს მიედინება. აი, მაგალითს მოგიყვანთ, რომ წარმოდგენა გქონდეთ, ტერმინატორი თუ გაქვთ ვინმეს ნანახი, ყველა. იქ რომ რაღაც ვერცხლისფერი სითხეა,
ბოლოს რომ ქალ რობოტს გამოუშვებენ და ის რომ ვეცეცხლ თუმცა კაცი რობოტი რომაა ერთი და რომ ვერაფრით ვერ გაანადგურა შვარცენეგერმა ის კაცი რაღაც ვერცხლისფერი სითხე ფორმა არ აქვს ის სითხეს გვაჩვენებენ ამდაგვარი უფორმო სითხედ იქცა ლეტალია რაღაც წამებით იღებს ამა თუ იმ შემოხაზულობას ძალიან უსიამოვნო შეგრძნება არისო რადგან დამეწყო სახსრების ტკივილი და დისკომფორტს გრძნობო ხელები მიბუშდებაო ხო ეს კიდევ ერთი გამოცდილებაო ჩემი სხეულის დახმარებითო ყველასთვისო მტკიცებულება იმისაო რომ ჩვენ არა ვართო მხოლოდ ფიზიკური სხეული ტრანსფორმაცია ხდება ახლა ამჟამად და ჩვენ ამ ტრანსფორმაციას ვაფიქსირეთ ჩვენი ცნობიერებით რაღაც ფორმაზე ჩვენ ბავშვებიდან გვასწავლიდნენ რომ ფორმა შეუცვლელიაო რაც სიმართლე არა სინამდვილეში